ჰაიუშკი, აბა როგორ ახათ ხალხო? ესე იგი ისეთი ქარია, არ ვიცი თქვენ სად ცხოვრობთ თბილისში, საქართველოში და აღმოსავლეთში, დასავლეთში თუ საერთოდ სად ვარ გაიცენ მიყურებთ, მაგრამ თბილისში ისეთი ქარია, ანუ ვინც აქ არ ცხოვრობთ, იმათ გასაგონად ვიძახი, ისეთი ქარია, რომ ესე იგი ღამე მეშინოდა, რომ ამ ძველ 1938 წლიან სახლს სახურავი არ გადახადოს მეთქი, იმიტომ რომ მესმოდა როგორც წევდა ზემოთ სახურავს, ხმა მესმოდა პროსტა. ეს მე კი იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ ამ სახლს ალბათ ამის თანები რამდენი გამოუვლია აქამდე და რაღა ეხლა უნდა გადახადოს თქო, მაგრამ ასაკი თავის არ შვება გენაცვალი მაინც რა ვიცი. სახურავი ახალია, გამოწვილი. ხო და ისა, მოკლედ აი ისეთი ლაწლაძე და მე ისა კატა სახში მყავდა. ძალიან გვიან გავიყვანე და მე ისევ შემოვიყვანე, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ იმ თავში ყუთიანად არ წაიღოს კატა არ მომეთქი და ვაიმე გამოვარდი ეგ როგორც კი ვიფიქრე, შემოდა ვეძახდი, არადგა, ნახე რა ჭკვიანია. ძაღლი იმ წუთშივე წამოვარდებოდა, დეგენერატი გამოიქცეოდა და კატა ისეთი ჭკვიანი არ ადგა, ისეთი ქარი არ წამიღოს ვერტყობა, გაიგე და მივედი ავიყვანე და შემოვიყვანე და წუხელ მთელი ღამე მე ბონის და კატას გადასკვაჩულებს ქვეძინა. ხო და ესეთი ამბები. დილამ შვიდობისა ყველას მოგესალმებით. აბა როგორ ახართ, როგორ ბრძანდებით? დღეს არის 14 დეკემბერი და დეკემბრის აი ერთი დღეც და ნახევარი გავლილი იქნება რა. დღე ნახევარზე ზუსტი ნახევარი იქნება დღე ნახევარში გავლილი, მაგრამ ნუ ხეშად ვთქვათ ერთ დღეშიც და ახალი წელი მოდის. Jingle bells, da 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 da. მეტი აღარ ვიცი სიტყვები, ჩავთავ სიმღერას. შვიდი. ისე ვრად გადაკეთდა. ნუ ოკეი. და ბატონო. გრეიფა? აჰა, ოკეი. ექვსი. ასე. ამრიგად. ამგვარად. მოვიტუღოთ გემრიელი კოფი. ტელეგრამის აპდეიტს მithხოვს. ეგ ეტყობა ლიმონს ხინკალში ეტყობა ის ასხავს, ვისაც ძმარი უყვარს. ახლა მე მაგალითად თევს ძმარში ხოდებდნენ ადრე. ლიმონითაც მიყვარს, მრითაც. მაგრამ ხინკალი ლიმონიც მიყვარს, ძმარიც მიყვარს, მაგრამ ხინკალი ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, ვერც ერთით და ვერც მეორით. ლელაჩკა სად არის? რო არა ჩანს ლელაჩკა. აბა შენ თებში დაგვანახე. მე ეხლა ვიდუღებ ყავას გოგოშკებო. აჰა, ეხა კიდე რა მივირთვათ ჩვენ. რა მივირთვათ კოფესთან.
ეს მოიტანეს გუშინ ბავშვებმა რუსთავიდან ეს აი დენ კალორია აქვს 489 14 გრამია, აბა გავფსქვნათ. გავფსქვნილი. ეს ყავა ახლა გადმომივა და იქნება 14 გრამი. ცამეტი. 13 გრ. კოფე, 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 ჩემი კოფე, ჩემი კოფე. Taralidadi, taralidadi, taralilali, lalilali. Აი მე აი ესეთი გარიგალია. სახში აცივდა, იმიტომ რომ ყველა ჭერიდან, რა ვიცი, კედლიდან, ფანჯრიდან, ყველა ადგილიდან გადის და შემოდის. ტემპერატურის ცვლა მიმდინარეობს. შესაბამისად ეს ავადლყე დავისხავთ კოფე 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 აჰა ახლა ეს ტელეფონი სადაა ჩავიწეროთ იკა, ახალ წელს კიდე იცი რას ვუყუროთ? საძულველი. საძულველია. ხა. აუ, სამოვდები დაეპატრონო ჩემს. აუ რა გამიხა. აი რა სახალხო ფილმია, მაგრამ ყოველ ახალ წელს. 21-ში რამე სახალხო განწყობიანს უნდა ვუყუროთ ახლა. ხოცა ჟილეტებს 21-ში ვეყურებ. მასე იმდენი ფილმები ვუყურებ და ერთი ვუყურებთ უეჭველი უკანასკნელი სამურაი და გადაცვლილია ისე განაცვლილი და ბოროტი. და ესეც. საძულველია. ხო. ასევე გრინჩიც მინდა. შავი ნისკარტი ხო? ეგარაა. აუ, კარგი ცუდი და ბოროტი სამაგარი. თუკოს გამოძირს ყურებ. მარტო ტუკო? ტუკო ისეთია ის კომედია, თორემ. საყურებელის მეტი რა არის იქ. ტუკო. შენ თხრელი ხარ. ხო. და უნდა გათხარო, დაიწყე. კი, ძალიან. გინდა. კი. მადლობა. კიდე მარა ცოტა ისეთია, მძიმე მარა. თუ არ ვუყუროთ? აკეთ დადექიმ. ერთი სამჯერ ოთხჯერ მაგრამ. რა? წინვალე გულო ერთი. აკეთ ეგ არ მინდა. ეგ უფრო მძიმეა. აი ესენი ხო მძიმეებია, მაგრამ ეგ კიდე უფრო მძიმეა. ხო, მაგრამ ბოლო დასასრული არა არის ცუდი. ბოლო შემთხვევა მთელი პერიოდი მძიმეა, მაგრამ ბოლო ისეთი კარგია. ანუ რა იდეალური. ამიტომ ღირს ვუყურებ. როგორ გაიმარჯვა მაგაზე. შიზოფრენია. აი ციტღაც არიან ეგეთი. TikTok-ზე ნახე რამდენიმე პროფესორი შიზოფრენიით. ბოლოს რომ თავდება, კალენდრს რომ უდები. მე ისევ გარაფერი შეცვლილაო, მე ისე მეჩვენებაო გარაფერი. უბრალოდ ამათთან ერთად ცხოვრობ. ხო. რეალურად ეგ არის. აუ, რა სერტო რა ითამაშა просто.
აი მაგითო ადამიანებს უგონიათ, რომ ერთ ფსიქოლოგიურია, განკურნებადია. სინამდვილეში განკურნებადი კი არის მართვადია. უნდა იცოდე რომ გაქვს და მაგასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. ეგაა გამარჯვება ზუსტად, მაგრამ ეგ შეუძლია ძალიან ცოტას. ძალიან ცოტას. რა შეთქმე? Sigmund Freudმა რო თქვა კიდე მაგარი კაცი. შენ დეპრესია იმითი არ დაგემართაო რომ სუსტი იყავიო ხარ. იმაზე მეტი მოსხოვეო შენს თავს. და იმაზე მეტად ძლიერი გუნდო და უყოფილიყავი ვიდრე ხარ. ამიტომ დაგემართაო. შეიძლება ეგრე იყო, მე ვეთანხმე. შეიძლება ასევე დეპრესიას იმას გაუსვა ხაზი რომ დეპრესია თუ ჭირს ესე იგი სუსტი შეიძლება საერთოდ არ იყო. რა თქმა უნდა. ეგ საერთოდ არ ნიშნავს მაგას. უძლიერეს ადამიანსაც შეიძლება ქონდეს. ანუ კიდე როდის აქვთ იცი ადამიანებს დეპრესია? როცა თავის თავთან არ მოდიან თანხვედრაში, ანუ გარემოში. ანუ ვინ ხარ? რას წარმოადგენს შინაგანად და გარეგნულად. ესენიოთა თანხვედრაში არ არის. სულ შინაგანი კონფლიქტი. საერთოდ დეპრესია, ანუ სისუსტე არაფერ შუაშია მოგი. არა. ანუ სუსტი ადამიანი ის გამო არ დაგემართება, რომ სუსტი ადამიანი ხარ. არა. მოკლედას. მაგას კომუნისტების დროს ცდილობდნენ, რომ ჩაენერგათ. აგატირებს ცუდად რატო ხარ? შენ ხო ძლიერი ხარ. ძლიერი ცუდად არ უნდა იყოს. ის სუსტეზე იყო, ეგრევე პარალელს ავლებდნენ. თუ წაუტირებდი, всё, შენს. მაგრამ აბა როჯერ ფედერერი მაშინ ხო. როტირო და ყოველ გამარჯვება. სულ წაგებადეთ. წაგებარ, მოგებაზე. სულ ძირს გორავდა ტირო და მაგრამ ერთ-ერთი უძლიერესია. როგორც შინაგანად, ანუ არა მარტო როგორც ჩოგანი. ის მაგითი იმ დროს თავისუფლებოდა ალბათ იმას უშუებდა მთელი ყველაფერს იმ დროს. აი ასე ამ მთელი მსოფლიოს წინაშე რომ მოაღებდა პირს ესე უცხო. იმ დროს არც ახსოვდა ალბათ ის მთელი მსოფლიო. თავის წინაშე იყო. მართლა? ხო, არ ხშირად არ ტირის ფედერერი. სასნახევარია. ხო, არო ტირերը მიდიან, აიყვანენ, დასვამენ და ერთი 10 კაცი აიდგას თავზე გამოვიდეს როგორ. მოგარეობიდან დაიწყო ტირი. უჭირს და სტაბილურება ესე. ხო და ალკარასმა უკვე ორჯერ იტირა. მართლა? მოარო პირი. როდის რო წააგო, ხო? ხო, რო წააგო. წაგების დროს იტირა. მოგებას ისე იღებს თვითონ საკარაფერი. თუმცა ტირილში ჩემპიონი ფედერერია, მაგრამ ყველა ტირის. ანუ ხო, მაგრამ ფედერერი ისე ლამაზად ანუ ერთადერთი კაცი, რომელსაც მაგაზე ვიზა, ჯერ არ ვიცი, არა ძალიან მეფარები შუქზე აქედან ემოცია, სინერი. მანქანაა ემა. საერთოდ. ой, მერაბიც ტიროდა, ეხა დედამისრე უნდა ყველაფერი კარგად აიო რო წააგო. ხო, მერაბიც ხო, დახენე, აი თან იყავერდა და თან ისე. ხო, აი ხმაში რო ჩანს. საერთოდ ტირილი კი არა. სინერს ხო? გამოხატვაც რო არ იცი, სიხარულის გამოხატვაც. ხო, ეგეთი ტიპია, აი მანქანასავი ძალიან. ანუ იცის, იმ სიტუაციას გამარჯვებისასაც შეულებრივად იხებს. რო დამარცხდა ეგ ვერ მიიღო. მაგრამ ეხა ეგეთ მაშინ რო ხარ რაცა უნდა ძლიერი იყო, ეხა ყველა ვარიანტში ხანდახან დამარცხება. არა, იღებს, მაგრამ კი არ იღებს. ვაფშე. ის თქვა ერთად ერთი
კარასთან როცა გაროზე სასწაულებრივი ანუ მოგეყულიც როცა ერთადერთ რაღაცას ვიტყვიო დღეს შანსი არა დამეძინოს. აჰა. ეს მე რომ მოვიგე ეგაა, ხო? ო. ხოდა მე ერთში უნდონი მოიგო. გამოიგინე აზრიერი. და ვის მოუგო ისევ ამ კარას. თამარ, სწავლა სიკვდილამდეა და ჩემი აზრით ყველა ასაკის ადამიანი უნდა სწავლობდეს იმას, რაც მას უნდა სიბერებდე. წარმატებები ნინი. ძალიან კარგი კომენტარია ძვირფასო და აი როგორი რაღაც არის, მე როგორ ვფიქრობ, დაჟე გვინდა თუ არა მაინც უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ცხოვრება არის მასწავლებელი და შეიძლება ჩვენ არ ვსწავლობდეთ, ვთქვათ, აკადემიურად, ანუ აკადემიურ საგნებს და რაღაცას, მაგრამ ცხოვრებაში თუ ვერ ვსწავლობთ ეს ნიშნავს, რომ სულ ერთ ადგილას ვივლით, სულ ერთ წრეზე ვივლით, წინ ვერასოდეს ვერ წავალთ. აი მაგალითად თუ ქალს მოსწონს ბჭყალებში ცუდი ბიჭები, დაუკავშირა ცხოვრება მასეც, გაამწარა იმან, შვილიც ყავთ, დაშორდნენ, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მასეთ კაცთან ცხოვრება და ისევ ეგეთები მოსწონს. ანუ ხო ხდები? ანუ თუ არ ისწავლი ამ გაკვეთილზე, სულ მაგწრზე, ჰა? შეგად ვიძახი, აი თუ არ ისწავლი მეთქი რა, შენ შეცდომაზე ადამიანი თუ არ დაამუშავებ ამ შენ ტრამვებს და რის გამოც არის რომ რატო შეიძლება მოგწონდეს ცუდი, ხო? ადამიანი რომელიც ზიანს გააყენებს რაღაცა ან ვერ ამჩნევ ერთი, ან მეორე თუ ამჩნევ და მოგწონს ეგ გამოვლინებები, რაღაცა ბავშვობის ტრაუმა გაქვს დასამუშავებელი, ხო? ანუ კი არ უნდა წახვიდე და ახალი კი არ უნდა მოძებნო, იმიტომ რომ ზუსტად იგივეს გაიმეორებ. ნუ და დაჯდე და იმუშავა ამაზე. და ამას რო ისწავლი, გაკვეთილია ეს ცხოვრების. მერე შეძლებ რომ შეგხვდეს ადამიანი, რომელთანაც შეძლებ რომ ნორმალური ურთიერთობა აწყო. თუ არა და მთელი ცხოვრება ეს ერთ წრეზე ივლდა, მერე იძახებ რომ კაცები აღარ არსებობენ, მაგრამ გვერდზე ხედავ რომ ვიღაცისთვის არსებობენ. შესაბამისად ეგრეა. კიდაც ბიზნესში იყოს. ანუ აი მაგალითად დაუშვა ადამიანმა შეცდომა, რომელზეც ყველა ეუბნებოდა. აი მაგალითად ერთი დიდი მაღაზიათა ქსელი იყო, რომელიც ძალიან კარგად ვაჭრობდა, ძალიან წარმატებული იყო და გაკოტრებულა გავიგე. და გავოცდი რომ მეთქი რაღაცნაირად დაიხურნენ მეთქი, ანუ ისეთი მოხოდილები იყვნენ და რაღაცა რა და აი რომ გადავდიოდა ყველაფერი ციფრულზეო, უფროს არ უნდოდა რომ ფეხი აგვეწყო. და ფეხი რო არ აუწეს ამ გაციფრულებას და რაღაცას ნელ-ნელა ბჭყალებში გაბანძდა და ჩავარდა. იმიტომ რომ არ მიიღო ადამიანმა ის, რაც ახალი უნდა მიიღო და ესწავლა. ანუ მთელი ცხოვრება ჩვენ ან სწავლობთ, ან ვმარცხდებით. ეგრეა. და ვისაც გონია რომ უნივერსიტეტი დაამთავრა, სკოლა დაამთავრა, მოჩა აწი ახლა აღარაფერს ასწავლო, აღარ აქვს პირიქით. ყველაზე დიდი გაკვეთილებს გვასწავლის ცხოვრება და ყველაზე მტკივნეულად გვასწავლის ცხოვრება და ვინც ვერ ისწავლის, აერთოდ ვერ აზრობს ვერაფერს. ეგ როგორი მტკივნეულია, მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. ამიტომ წარმატებები ჩვენ ყველას ძვირფასო. ვიცი ხა შენ ამ შემთხვევაში სწავლა იგულისხმე აკადემიური და მაგაშიც გეთანხმები, მაგრამ ეს აკადემიური სწავლა შეიძლება მაგალითად ვიღაცას არ უნდოდეს, იმიტომ რომ ვიღაცა HR-ში აკეთებს ფულს და სულ არ უნდა ეს შენი სწავლა. ანუ არ აინტერესებს, მისი არ არის, ხო? ვიღაცას რაღაცა გამოსდის ძალიან ზღაპრულად და ასევე არ აინტერესებს ეს, მაგრამ იმ სფეროში სწავლობს, რაშიც არის. ხო და სწავლას მე ყველანაირს მივესალმები, როგორიც ადამიანს ანათლებს და აი რომ რაღაცნაირად შენსას აკეთებ, ეს არის რაღაცა ღვთისმადლივით არის რა. თამო რა კარგია დიდი ოჯახი ასე ერთად რომ ხართ ხშირად გეკეთებინოთ იხარეთ იბედნიერთ მადლობა ძვირფასო დღეს ის უნდათ ღომი უნდა ვიყიდოთ სულგუნი უნდა ვიყიდოთ ღომი ხო და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველა მაგას რა გაკეთება უნდა მაგრამ მაინც მაცივარში ვიპოვე ხალხო ზუსტად წინა დეკემბერში ნაყიდი სკუმბრია
ფიქრობდი შევწვა მეთქი, მაგრამ უნდა გადავაგდო, არ მოვიწამლოთ. წესით ბაზრებში რო იყიდება, შეიძლება მაღაზია ახალ სიქარს ვყიდულობთ, იმიტომ რომ იმას ვადა არ აწერია, მაგრამ მაინც ანუ არ მივიდის გული, უნდა გადავყარო. ბზიკინინი გამარჯობა, მე 4 წლის წინ ჩავაბარე ისტორიით, ფსიქოლოგიის ფაკულტეტს ვამთავრე ფილიაში, ჩემს დროს და წესით ახლად სავალდებულოა ჩაბარდეს 3 საგანი აუცილებლად ქართული და უცხო ენა, ან მათემატიკა, ან ისტორია, ამ ორიდან ერთის ჩაბარება სავალდებულო. ბიოლოგია შეგიძლია უბრალოდ ამ 3 საგას დაამატო, გადაამოწმე კარგად წარმატებები. არა, ყველგან ძვირფასო ნაეგჯიზეც, მათ ილიაუნისთანაც საიძე წერია ბიოლოგია, ისტორია არჩევითად. ანუ არჩევით საგანი ბიოლოგია, ისტორია, მათემატიკა. და ისინიც განაწილებული აქვთ, რომელით რამდენი ადამიანი ხვდება. შენ დროს შეიძლება არ იყო და მე შეცვალეს, მაგრამ იცი რა არის? ეხა საერთოდ რა იქნება, არ ვიცი. საერთოდ. ლელა ორი ულამაზესი და საყვარელი გოგო მიყვარხართ, მადლობა ძირფასო მაიკო, ნინი მიყვარხარ, ძალიან საყვარელი გოგო ხარ, მადლობა საყვარელო თამუნა, ნინი რა საყვარელი ხარ, ინგა რა ჭკვიანია, ევა ნინი რა კარგი გოგო ხარ, მადლობა, ჩემო ძირფასო, ნინო, ელიტა სწავლობდა და ჩვენმა პრეზიდენტმა დიდგვაროვანი გლეხზე ვეღარ იქორწინებს, მოკლედ ვრჩებით გლეხები ყველანაირადო, ვაიმე, ოღონდაც ეგრე არ იყოს და ციცი საყვარელი ჭრიჭინა ხარ ნინი ზუსტად ხათუნა მიხარია შენი და ბონის კარგად ყოფნა, მადლობა ჩემო საყვარელო ქრისტინე საყვარლებო ლელო ნინი ძვირფასო ირმა სულით სიყვარულით სავსე დღეს გისურვებთ, მადლობა საყვარელო სოფო საყვარლებო ნათია, ნინი გთხოვ მითხარი ADHD-ს დასრულ ასაკში ვისთან დაიდიაგნოსტირე, ძალიან დიდი მადლობა წინასწარო. საქართველოში ძალიან ძნელად ადიაგნოსტირებენ სხვათა შორის. თამო რეცეპტი თუ შეიძლებაო, შაურმის. მოკლედ ეს იყო დღევანდელი კომენტარები, ჩემო ტკბილებო და ძვირფასებო, მიყვარხართ კოცნით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.